თანამედროვე სამყაროში ხშირად პოლიტიკის გაგება საინფორმაციო ბურუცით არის გადაფარული, რომელსაც ქმნიან და აკონტროლებენ სხვადასხვა გლობალური მოთამაშეები. ამ ბურუსში ემოციური და პროპაგანდით გაჯერებული სლოგანები ხშირად ცვლის ღრმა ანალიზს და ლოგიკურ მსჯელობას. ამიტომ ჩვენთვის ქართველებისათვის აუცილებელია დავიწყოთ საკუთარი ეროვნული პოლიტიკური იდენტობის ძიება. ისეთი იდენტობის, რომელიც არ ეფუძნება სხვის მიერ შექმნილ ნარატივებს, არამედ გამყარებულია ჩვენი ისტორიული გამოცდილებით, გეოგრაფიული რეალობით და რეალ პოლიტიკის მკაცრი გაგებით. საჭიროა დავინახოთ, რომ გლობალური პოლიტიკა ეს არის დიდი საჭადრაკო დაფა, სადაც ფიგურების სვლა ემორჩილება ცივ ლოგიკას და მკაცრად განსაზღვრულ წესებს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ თამაშის კითხვა და უნდა გავიგოთ, რომ თვალნათელისულების მიღმა იმალება სტრატეგია, რომელიც ყველა მოთამაშის გარკვეულ ინტერესებზეა მორგებული. სწორედ ამიტომ ვიწყებთ გადაცემათა ერთგვარ სერიას, სადაც განვიხილავთ სახელმწიფოთა რეალურ სახეს, მათ როლსა და ფუნქციას, მათ მიმართ სოფლიო პოლიტიკის აღქმებს. თითოეული ეპიზოდი იქნება ანალიტიკური მოგზაურობა გაჯერებული ისტორიული წყაროებითა და გეოპოლიტიკური თეორიებით. საფრანგეთის რევოლუციის და ნაპოლეონის კამპანიების დასასრულს, სანამ რუსეთის იმპერატორი პარიზში 160,000-იან რუსულ გამარჯვების აღლუმს ჩაიბარებდა, 50 წლით ადრე რუსეთმა პირველად შემოაბიჯა ევროპული ძალთა ბალანსის სისტემაში, როდესაც პრუსიის წინააღმდეგ ჩაერთო 7 წლიან ომში და რომარა იმპერატორის პირადი სიმპათიები ფრიდრიხ დიდის მიმართ, პრუსია გარდაულად დამარცხდებოდა ამ ომში. ნაპოლეონის ომებში გადაღლილმა ევროპამ შიში და კრძალვით მიიღო ახალი იმპერია, რომელიც მთელ ევროპაზე მეტ ტერიტორიას ფლობდა. ევროპაში გამოჩნდა ძალა, რომელიც თავისი რესურსებით და სამხედრო პოტენციალით შესწევდა უნარი გლობალური პოლიტიკის მესაჭე გამხდარიყო, ხოლო საპატიო ადგილი დიათთა შორის მას უკვე გარანტირებული ჰქონდა. მართალია რუსეთი თავისი ბუნებით აგრესიულ თავდაცვით რეფლექსიას მუდამ ავლენდა, რასაც მის ისტორიულ წარსულში მონღოლებთან თუ თურქულ ტომებთან დაპირისპირების ხანგრძლივი ტრადიცია უმაგრებდა ზურგს, თუმცა მან აღკვეთა ისეთი ძალების დომინანტობა, როგორიც გახდათ ნაპოლეონი ან მოგვიანებით ჰიტლერი და ნაცისტური ბლოკი. რუსეთმა ისევე როგორც სხვა დიდმა მოთამაშეებმა იპოვა საკუთარი პოლიტიკური იდენტობა და რიტმი. რიტმი, რომელიც გავლენას ახდენდა უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც აერთიანებდა თითქმის ყველა კლიმატურ ზონასა და ცივილიზაციას. პეტრე დიდი და ვლადიმერ პუტინამდე ეს რიტმი და იდენტობა არ შესრულა. ის მხოლოდ მის თავში ცდილობდა ორ დიდ ცივილიზაციას, აზიასა და ევროპას შორის მეტნაკლებ ლავირებას, კონკრეტული დროის გამოწვევების შესაბამისად. რუსეთის პოლიტიკური ბუნების ეს მხარე ოსტატურად შეიცნო ფრანგმა მოგზაურმა მარკიზ დე კუსტინმა, რომელმაც რუსეთს სტეპებისა და ევროპის ცივილიზაციური ჰიბრიდი უწოდა. უდახვეწილესი ბიზანტიური მანერების და უდაბნოს ჯოგის სისასტიკის, გვიანდელი ბიზანტიური იმპერიის ეტიკეტისა და აზიური უტიფრობის საშინელმა ნაზავმა შექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ახლა ეცნობა ევროპა და რომლის გავლენას ალბათ მოგვიანებით იგრძნობს, თუმცა ამჯერად ვერ განსჭვრეტს მას. სწორედ ამ სიტყვებით ასახა მარკიზმა რუსული ბუნების თავისებურებანი. შუა საუკუნეებში, სანამ ევროპა შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში იყო ჩართული, რუსული სამთავროები მონღოლური უღლის ქვეშ ცდილობდნენ არსებობისთვის ბრძოლას. მას შემდეგ, რაც დიდი კიევი დაეცა, პოლიტიკური ცენტრი დროებით ნოვგოროდმა ჩაანაცვლა, შემდეგ კი მოსკოვის სამთავრო მიკისრა. სწორედ ამ დროიდან ისე შემოიჭრა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აზიური ელემენტები, რომ მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა და ევროპაში ახალი შემოვლითი გზების ძიების შედეგად დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა, რამაც ევროპის საზღვაო ქვეყნები წარმოუდგენელ კოლონიალურ იმპერიებად აქცია, რუსეთი ხმელეთით ცდილობდა ჯერ საკუთარი საზღვრების დაცვას, ხოლო შემდგომ თავდაცვითი რეფლექსიით ტერიტორიულ გაფართოებას. თავდაცვითი, იმიტომ რომ თუკი ევროპაში ძალთა ბალანსი ნელ-ნელა საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცა, რუსეთს უწევდა ღია სტეპებში მომთაბარე ტომებისგან დაეცვა თავი. ევროპელთა მოწინააღმდეგეები ხშირად აღიარებდნენ ერთმანეთის ინტერესებს და პოლიტიკაში იმ დროისთვის არსებულ რაციონალურ ჩარჩოს. რუსეთი კი ურდუებთან და ღია სტეპებში დაპირისპირებაში ერთადერთ ლოგიკას მიუყვებოდა. მშვიდობისთვის აუცილებელი იყო იმ ხალხთა დაპყრობა, რომელიც არ აღიარებდა საზღვრებს და მარბიერი ლაშქრობებით ცდილობდა არსებობას. სანამ ევროპა პროტესტანტული რეფორმაციით, ხოლო შემდგომ რენესანსის ეპოქით იძენდა აზროვნების ახალ სახეს, ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვნების სავსე პალიტრით,
მაშინ რუსეთი ევროპულ ცივილიზაციასთან ერთადერთი საკმაო კავშირით აღმოსავლეთის ქრისტიანობით დაცემული კონსტანტინოპოლის აღდგენის სულიერი მისიით განისჭვალა. ამით რუსეთმა მის თავს მესიანური ფუნქცია დააკისრა ახალი რომისა, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსული გეოპოლიტიკის პირველ კონტურად, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა რუსეთის პოლიტიკის განვითარების ხაზი და ხასიათი. რუსეთის ჩრდილოეთით მხოლოდ ყინულოვანი ოკეანის, აღმოსავლეთით წყნარი ოკეანის, ხოლო სამხრეთით უდაბნო სტეპების სახით ჰქონდა ბუნებრივი საზღვარი. სწორედ ამიტომ ის ვითარდებოდა უკიდეგანოდ. როდესაც მე-17 საუკუნეში მეფის საგარეო საქმეთა მინისტრს კითხეს ჩამოეყალიბებინა ერთგვარი საგარეო პოლიტიკის დოქტრინა, მან უბრალოდ უპასუხა რუსეთის გაფართოება ყველა მიმართულებით. როდესაც რუსეთი იმდენად შეერწყა აზიას, რომ საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, გამოჩნდა ახალგაზრდა რეფორმატორი იმპერატორი პეტრე, რომელმაც საკუთარი მიზანი ამგვარად ჩამოაყალიბა. ხალხმა უნდა დაივიწყოს აზიიური წესჩვეულებანი და უნდა შეითვისოს ევროპის ერების ქრისტიანული ქცევა. პეტრე პირველმა არამხოლოდ გარდაქმნა რუსეთი ევროპული ტიპის იმპერია და არამედ დაამარცხა ახალი რეგიონალური ლიდერი შვედეთი და მოიპოვა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. ამით რუსეთი ჭეშმარიტად ჩაერთო ევროპის პოლიტიკის საქმეში და მსოფლიოს აუწყა ახალი ევროპული ტიპის იმპერიის დაბადება. სწორედ იმ დროიდან ჩამოყალიბდა რუსეთის მმართველის სპეციფიკური სახეც. მართალია პეტრე დიდმა და ეკატერინემ უდიდესი ნაბიჯები გადადგეს რუსეთის ცივილიზაციური განვითარების მიმართულებით, შეიტანეს ევროპული ცოდნა და გამოცდილება. მეტიც ეკატერინას დროს სახელმწიფო მოხელეთა უმრავლესობა გერმანელები იყვნენ, თუმცა მმართველობის დესპოტური სახე მაშინაც და დღესაც უცვლელი გახლავთ. ეს აიხსნება იმით, რომ საშინაო რეფორმები თუ საგარეო სამხედრო კამპანიები რუსული გაგებით თავისით ვერ წარიმართება, რომ ხალხი თავისი ნებით ამას თავს ვერ გაართმევს. რუსეთს არ სჭირდება დემოკრატია, რუსეთს სჭირდება მმართველი, რომელიც მტრებისგან გარშემორტყმულ რუს ერს გამარჯვებისკენ გაუძღვება. სწორედ ასეთი ტიპის ლიდერი გახლდათ სტალინიც და სწორედ ასეთი ლიდერის ტიპის სახეს ქმნის პუტინიც. რუსეთის სხვა დიდი იმპერიების მსგავსად განსაკუთრებული მისით ხსნიდა მის ექსპანსიონიზმს. თუკი შტატები დემოკრატიის გავრცობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სახელით იპყრობდა ტერიტორიებს ამერიკის კონტინენტზე, ხოლო შემდგომ იმავე მისიით გაიჭრა იგი მსოფლიო პოლიტიკის სადავების მიმართულებით, რუსეთის მისია ველურ გარემოში წესრიგის დამყარება გახლავთ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსეთი ევროპისა და აზიის ორი ცივილიზაციის შუამავალი ძალაა და მისი ვალი აქ წესრიგის დამყარება. ეს კი რუსეთს ორივე მხრიდან სამიზნედ აქცევს, რადგან არავის სურს აღიაროს რუსი ერის ეს ლეგიტიმური უფლება. რუსეთი ვერ უარყოფს მის აზიურ ბუნებას და ვერც ევროპულ მისწრაფებებს. ეს იმპერიული ლოგიკა ერთგვარ კომპლექსს კი ქმნის დასავლეთთან ურთიერთობაში. რუსების აზრით დასავლეთი გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას რუსეთის მიმართ და არაძლევს მას სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალებას. მიუხედავად ამისა, რუსული რწმენით რუსეთი ერთხელაც შეაერთებს აზიურ სიმტკიცეს დასავლეთის კულტურასთან და მოსკოვი იქნება მესამე რომი, რომელსაც ერგო პატივი მოისხას ბიზანტიის მანტია, იმპერიისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ევრაზიულ ჰიბრიდს, იყო კულტურული და პოლიტ-ეკონომიკური გზაჯვარედინი ცივილიზაციების გადაკვეთისა. სწორედ ეს განსაკუთრებული მისია იზიდავდა მტრებს რუსეთის მიწაზე, თუმცა ვერც ნაპოლეონმა და ვერც ჰიტლერმა ვერ შეძლო და სათანადოდ ვერ შეაფასა რუსი ხალხის ბუნება. რუს ერს ბევრ რამაზე შეუძლია თქვას უარი, რადგანაც დასავლური კეთილდღეობით ისინი თითქმის არც არასოდეს იყვნენ განებივრებულები. როდესაც ნაპოლეონმა გადამწვარი მოსკოვი იხილა, უთქვამს, რამხელა ნებისყოფა ქონიათ ბარბაროსებსო. ხოლო როდესაც რუსი სალდატის ჩექმა პარიზის ქუჩებს კვეთდა და გამარჯვებული რუსი იმპერატორი დიდი ზარზემით იბარებდა სამხედრო მარშს, ევროპას შიშის ზარმა მოიცვა, ბარბაროსების ხელში აღმოჩნდა მთელი ევროპული და მსოფლიო პოლიტიკის ბედი. მიუხედავად ბარბაროსული იმიჯისა, იმპერატორმა ალექსანდრემ ვენის კონგრესზე შეკრებილებს ისეთი რამ შეთავაზა, რამაც დროს გაუსრო. მისი აზრით დამთავრდა სუვერენული პოლიტიკის ეპოქა, სადაც სახელმწიფოები საკუთარი ინტერესებით საფრთხეს უქმნიდნენ მსოფლიო მშვიდობას. არსებობს მხოლოდ ერთი პოლიტიკა, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს, ერთი პოლიტიკური თამაშის წესი საერთო კეთილდღეობის მისაღწევად. 100 წლის შემდგომ იგივე აზრი შემოგთავაზა შეერთებულმა შტატებმა და შეიქმნა კიდევაც ერთა ლიგა.
ვენის კონგრესზე, სადაც ნაპოლეონის შემდგომი ევროპის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, ავსტრიელმა უდიდესმა პოლიტიკურმა მოღვაწე მეტერნიხმა ერთ-ერთმა პირველად შეამჩნია რუსული ბუნების მხარე. რომის სამყაროზე განაწყენებულ ბავშვს გავს, რომელიც მზადაა გადათელოს ყველაფერი, რადგან თავის დროზე არ მიიღეს და არ დააფასეს. მეტერნიხმა რუსეთთან ერთად შექმნა ეგრეთ წოდებული წმინდა კავშირი. რუსეთი, ავსტრია და პრუსია იქცნენ ღვთითკურთხეული წმინდა მონარქების კოალიციურ ძალად. ძალად, რომელსაც უნდა დაეცვა მონარქიული წესრიგი აღმავალი რევოლუციური ქაოსის წინააღმდეგ. რუსეთი ვერ იქცა მსოფლიო პოლიტიკის ერთგვარ მესაჭედ, თუმცა დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი, სადაც მას ანგარიშს უწევდნენ და აფასებდნენ. მეტერნიხის ამ სისტემამ ევროპას 100 წლიანი მშვიდობის პერიოდი მოუტანა. მეტერნიხის კურსი რუსეთთან მიმართებით გააგრძელა ბისმარკმაც, თუმცა მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ ევროპაში არავინ დარჩა ისეთი, ვინც კონტინენტის პოლიტიკის თამაშის წესებში ერკვეოდა. შედეგად კი მივიღეთ პირველი მსოფლიო ომი და საშინელი მსხვერპლი კაცობრიობის ისტორიაში. მე-19 საუკუნეში რუსეთში მესამე რომის მესიანური იდეის მიღმა ვითარდებოდა გეოგრაფიული სიმკაცრით ნაკარნახევი თეორიებიც. მაგალითად, 1869 წელს ნიკოლაი დანილევსკიმ შემოგთავაზა ნაშრომი რუსეთი და ევროპა, სადაც მან პანსლავიზმის იდეა განავითარა. რუსეთი როგორც სლავური ცივილიზაციის ღერძი, რომელიც აერთიანებს დასავლეთ და აღმოსავლეთ სამყაროებს, რომელიც ქმნის ერთგვარ ჰიბრიდს და ხიდს ორ ცივილიზაციას შორის. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი პეტრე სავიცკისა და ნიკოლაი ტრუბეცკოის ნაშრომებში ყალიბდება ევრაზიონისტური თეორიული ჩარჩო, სადაც რუსეთის სახელმწიფო და ხალხი როგორც ევროპული, ასევე აზიური ცივილიზაციის პირმშოა, რომ რუსეთის უზარმაზარი სივრცე და კლიმატი თავისთავად განსაზღვრავს მის პოლიტიკურ ბუნებას. შემდეგ გადაცემებში ჩვენ აუცილებლად გავანალიზებთ რუსეთის ისტორიას, მის კრიტიკულ და გარდამტეხ მომენტებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. თუმცა აქამდე გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ შეხედულება და პოზიცია, რომ გლობალური პოლიტიკა არ არის ემოციური არენა. ეს არის სივრცე, სადაც ისტორია, გეოგრაფია და პოლიტიკური ინტერესები აყალიბებენ თამაშის წესებს. ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური სიფხიზლით გავაანალიზოთ პროცესები და კონტექსტი, შემდეგ კი ეროვნული პოლიტიკის იდენტობა განსაზღვროთ ისე, რომ ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.